მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ყველაფერი ყველაფერზე, მე თორნიკე კუჭაშვილი ვარ. დღეს ვისაუბრებთ ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე და სტუმრად გვეყოლება გამოცდილი ჟურნალისტი, ჟურნალისტიკაში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილებით. ბატონი დათო ქაქუთია. ბატონ დათო. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვისაუბრო ამ თემაზე და ვიყო თქვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დაინტერესდით ამ საკითხით, დღეს ჟურნალისტიკის საკითხით დაინტერესება ცოტას არ ნიშნავს და წარმატებები. ნახოთ ჩემგან რა გამოვა. კი ბატონო. რა პრობლემები არსებობს დღეს ქართულ მედიაში თქვენი აზრით და როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს? კარგი კითხვით დაიწყეთ. პრობლემებით. დიახ, როგორც ყველა სფეროში სამწუხაროდ. თუ გნებავთ პარალელი გაავლეთ თქვენს ადრეულ გამოცდილებასთან, თქვათ როგორი იყო ადრე და როგორია ახლა. კი ბატონო, ამაზე მე ხშირად ვსაუბრობ და რა თქმა უნდა დღეს გადაცემაშიც ვიტყვი, მაშინ დავიწყოთ იქიდან, რომ დავუშვათ ჩვენ დროს, გულისხმობ მე როდესაც ჟურნალისტიკაში ავიდგი ფეხი და როდესაც 90-იანი წლები იყო და ჩვენთვის ინფორმაციის მოპოვება იყო ქუჩაში, თოვლში, ჭყავში, სიცხეში, რა ვიცი, ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო ინფორმაცია, იქ რესპონდენტების მოძებნა, იქ ესეთი რაღაცა იყო, მუშაობდა ჟურნალისტი და ეს მაშინ არ იყო ესეთი დაუშვათ ტექნოლოგიურად დღეს ნებისმიერ პოლიტიკოს თუ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჟურნალისტისთვის საჭირო აქვს თავისი სოციალური ქსელი, თავისი დაუშვათ Facebook გვერდი თუ Instagram-ი და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე კომუნიკაცია არ არის პრობლემა, ჩვენ ტელეფონებს ვეძებდით, იქ აკრედიტაციები ვჭირდებოდა ამისთვის რიგი და მთელი ამბავი იყო და დღეს ეს ყველაფერი გამარტივდა და ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მოპოვება მოკლედ გახდა მარტივი. მოდი ან დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას რა არის პრობლემა. იცით, ჩვენ ისე არ გაუმევიდეს მე რომ დავუშვათ დღეს არ არსებობს ეს ჟურნალისტიკაში რაღაცა ესეთი დადებითი ხარე არ აქვს და რაღაცა ასე არ მინდა ვთქვა, მაგრამ რა არ მომწონს და რაში ვხედავ ძირითად პრობლემას, რომ დაიკარგა ანალიტიკური ჟურნალისტიკა, დაიკარგა პუბლიცისტიკა, რომელმაც უნდა შექმნას ჟურნალისტის სახე, უნდა ჩამოაყალიბოს იმ თემის, კონკრეტული თემის, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობს, იმ თემის პრობლემის საწყისი, მოგვარების საკითხი და მისი სრული ანალიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა მიხვიდე ჟურნალისტი იმ თემასთან, რომელიც არ იცი, იმიტომ რომ საზოგადოებას სჭირდება სიმართლე. მართალია საქმის კურსში ყოფნა ყველას უნდა, მაგრამ ჟურნალისტისგან ტყუილი უკვე ნიშნავს, რომ საზოგადოება შეკავს შეცდომაში. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ინფორმაციასთან. დღეს პრობლემა არის ის, რომ ვიტყვით, თქვა ჟურნალისტმა, მე რა და საზოგადოებას იცის დღეს საზოგადოება უკვე აქვს ის ინფორმაცია თუ რა როგორ განსაჯოს, მაგრამ სამწუხაროდ აქ იკარგება. თქვენ როგორ გგონიათ, იყენებენ თუ არა ბოროტად ამ სტატუსს დღეს? აი ხშირად მსმენია ცნობილი ჟურნალისტებისგან, რომ მე ჟურნალისტი ვარ და ყველაფერი მეპატიება. ძალიან კარგ ხაზგასმას გავაკეთებ, თქვენ კარგად თქვით, რომ ცნობილი. აი სიტყვა ცნობილი ან ცნობადი და ასე შემდეგ ჟურნალისტიკაში მე საერთოდ არავინ არ მისდევდა, წერდი, მაშინ ჩვენ გაზეთჩიკებს გვეძახდნენ, უფრო მე პრესის ჟურნალისტი ვიყავი და ტელევიზია ზოგადად არის ცნობადობის, მოდი ეს არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ და ჟურნალისტი როგორც კი ჩვენ ასე გვასწავლდნენ, გვეუბნებოდნენ და მე გარკვეულწილად იცით, აი შეიძლება ძველმოდურიც დამარქვან ამ საკითხში, მაგრამ გარკვეულწილად კი არ ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც უკვე კალამს კიდებ ხელს ხო, როდესაც ვზივართ ეხლა და როდესაც იწყებ ჟურნალისტობას, იქ უკვე ხარ ჩვენი ცნობადიობ თქვით, იმიტომ რომ ეს პროფესია არის საზოგადოების ამსახველი. მეოთხე ხელისუფლებაო ამბობთან ჟურნალისტიო და მაშინ გადმოგავს გადმონაშთების. თუმცა დღეს ნდობა დაკარგული აქვთ. არ არის, დაკარგული კი არის, საერთოდ არ არის. იცი რატო არ არის, რომ გეტყვით რომელიღაც ტელევიზიაში მიგიწვევენ, ან გეტყვიან ესე რაღაცა, იქ თავის ჭკუაზე ამოჭრიან, თავის რაღაცა და მე გეტყვით თავის მართლობას რო დაიწყებ, მე ჟურნალისტიკა არ არის. ანუ ჟურნალისტიკა გახდა მომსახურეობის სფერო. როცა ჟურნალისტიკამ უნდა ამუშაოს პოლიტიკაც, უნდა ამუშაოს ეკონომიკაც, ჟურნალისტი უნდა იყოს მოდარაჯე. სოციალურმა ქსელმა რამდენად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი.
სოციალურმა ქსელმა, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ დადებითი მხარე ვთქვით, გამომივიდა დადებითი მხარე, რომ ინფორმაციის მოპოვების მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ სუდად იმოქმედა, იცით? მე კითხვას დავსვი ასეთი ჩემთვის, რომ არის თუ არა მედია სოციალური ქსელი. ანუ ინფორმაციას იღებ, ეხლა მე ძირითადად ტელევიზორს ვერ უყურებ, ან ქუჩაში დღეს ისეა, რომ თუ დროც ისეა რაღაცა ის სწრაფად ხდება ეს ყველაფერი და სოციალურ ქსელს გადაიკითხავ, არის იქ სააგენტოები, რომელსაც დიდი ბაზა აქვს სოციალურ ქსელში, რეკლამები და რა თქმა უნდა, ამით ვსარგებლობ, მაგრამ რა არ ხდება, იცით? ინფორმაციის გადამოწმება. ცხელი ინფორმაცია დაიდო. ძალიან კარგია. მაგრამ მე როდესაც მაქვს ჩემი არანაირი ეთიკის კოდექსი, არანაირი რაღაც ესეთი ყველაფერი მუშაობს, რა თქმა უნდა და ეს ლექციას რო არ დავამსგავსოთ ჩვენი გადაცემა, ამიტომ ვერიგები ამას და გეტყვით, რომ თუ შენი შინაგანი სინდისი არ აქვს ჟურნალისტს, მაშინ შეიძლება მართლა რაც კიდე როცა გადაამოწმებ, ან მარტივად მიაწერ იმ ინფორმაციას, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ჩვენთვის. მეტი არაფერი არ უნდა, მაგრამ დეტალებს გავარკვევთ. მიაწოდე ინფორმაცია, დღეს ყველას ჭირდება. რაღაცა ჯადოსნურ სიტყვებს გვეუბნებით. ჩვენ რითიც შეგვიძლია ვიპოვოთ გასაღები იმისა, რომ ეს ჟურნალისტი დაბალანსებულია და გვაწვდის ობიექტურ ინფორმაციას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ ახლა. მოქალაქეც იყოს ჩვენთვის ახლა ჩვენ როგორ შევცვალოთ, ფსიქოლოგიური მომენტია, იცით? ჩვენ როგორ შევცვლით ჟურნალს, ვერ შევცვლით. არ არსებობს თუ კონტროლი დაარქვი ჟურნალისტიკას, მაშინ ჩათვალე ხელისუფლებები. ერთ-ერთი მე ბოდიშკი ხდით გაწყვეტინეთ, ერთ-ერთი მე ვთქვი, რომ დღეს ინფორმაცია ახალი ამბავი იწყება ასე თქო. რადიკალური ოპოზიცია რაღაც. ესე იგი რა ხდება, რომ პირველივე სიტყვიდან იწყება შეფასება. შემფასებლური როლი აქვს დღეს ჟურნალისტებს. ესე იგი რა არის ოპოზიცია რადიკალურია. პირველივე სიტყვიდან ასეთი განწყობით უნდა განვეწყოთ, ხო? აი თქვენ ამას თუ დაკვირვები ხართ, მაინტერესებს. რა თქმა უნდა, მე პირველი ეს აღნიშნე, იცი, აი მიკერძოებულობა, აი რა არის ობიექტური, არსად არ არის ობიექტური ჟურნალისტიკა, როგორ შეიძლება ეხა ჟურნალისტიკა ჩვენ დავარქვათ, დაუშვათ ისეთი პროფესია, რომ აი უნდა იბრძოლო იომო იმისთვის, რომ შენ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ჟურნალისტის, მოდი ესე ვთქვათ, რა თუნდა ამას ატრიბუტი ისეთი, რომ ნამდვილი მართალი ყველას აქვს, ყველა პარტიას აქვს უფლება ჩვეულებრივად კანონით კონდეს თავისი ტელევიზია, კონდეს თავისი საინფორმაციო ბაზა და გადმოსცეს თავისი პარტიის ნებისმიერი პროპაგანდა. აი ამის უფლება აქვს. ყველას აქვს ამის უფლება, რომ პარტია და თავის რა თქმა უნდა ამორჩეველთან უნდა კონდეს კონტაქტი და ასე შემდეგ. ამას მაგრამ როდესაც გააქვს პრეტენზია, რომ იყო ჟურნალისტი, აი აქ იცით, არანაირ კარგად თქვი თქვენ, რომ აი ჯერ ან დაუშვათ მოდი ეს პოლიტიკაა და ჩვენთან შევეგუეთ, რომ იყოს რადიკალური და რაღაცას არაფერს ისეც ასვრის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხდება კულტურის თემაშიც. სამწუხაროდ ეს ხდება პატარა ბავშვის რაღაც პრობლემის თემაზე. რა კარგია რომ აღნიშნეთ. ან ესეთი რაღაცა ხდება რელიგიის თემაზე, რომ პირდაპირ ამბობს, რომ აი ამ პარტიის ეს მამაო და ასე შემდეგ. ჯერ ხო არ იცი რა ხდება და ამას რა მოყვება ხო არ იცი. ამით ფსიქოლოგიურად როგორ ანადგურებ იმ ადამიანს ხო არ იცი. ეხები იმ თემას, რომელიც შენთვის კარგია ჟურნალისტიკა. მაყურებლის ერთგვარი მოწამვლა. რა თქმა უნდა და ამასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეგ არის და ეს საზოგადოება მოკლე იცის. უბრალოდ კითხვა არის ასეთი, კარგი, ამას საუბრობთ, კარგია და როგორ შეიძლება შევცვალოთ და ამას ალბათ მე დამწყებ ჟურნალისტებს რას ურჩევდით? აი ვინც ახლა აბარებს თქვა ეროვნულ გამოცდაზე და ჩაფიქრებული აქვს რომ გახდეს ჟურნალისტი. ბევრი უნდა იკითხონ. ბევრი ინფორმაცია უნდა შეამოწმონ. პრაქტიკული უნარჩვევი ჟურნალისტის არის ყველაზე მთავარი. რას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა, უნდა საკუთარ თავში, საკუთარ სინდისში, საკუთარ ადამიანურ მწამში ეს პროფესია ისეთი პროფესიაა, რომელსაც ყველაზე სათუთად უნდა მოეყვანოს. თქვენ რომ ხვალზე მედიის ხელმძღვანელი გახდეთ, როგორი ტიპის მედია გექნებოდა? იცით, მოდი მადლობა ამ კითხვისთვის. იცით, როგორ ვთქვათ, დღეს არიან ესეთი
მედია მაგნატები. და მე ეს თემა ჩემთვის მოდი ესე ვთქვათ, რომ მითხრათ, რომ სად ქონდათ ეს გაზიარებული და ასე შემდეგ, არ სად, მაგრამ ჩემთვის მიმუშავია, მიყვარს ეს პროფესია და დიდს ხა მე როგორც გითხარით, ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ და არ ვარ აქტიური ჟურნალისტიკაში, მაგრამ სხვაგვარად როგორ მოვიქცეთო გეტყვიან, იმიტომ რომ დღეს პოლიტიკური და ფინანსური ძალა დიდია და ფინანსურმა ძალამ გადაწყვიტა ჟურნალისტიკის ბედი. გულისხმობ რას, რომ იმ პროფესიით უნდა იცხოვრო, რა პროფესიაც გიყვარს, ხო? ამიტომ დღეს რამ შემიძლია მე ვთქვა, რომ ხო ჭირდებათ ანაზღაურება უნდა ჟურნალისტებს. სამწუხაროდ ეს ბიზნესი, ეს ჩვეულებრივი მედია გახდა ბიზნესი. ჩვეულებრივი ბიზნესი გახდა მედია და ამ ბიზნესთან გამოიწვია კონკურენცია, ხო? ამ მედია მაგნატებს იქ ჟურნალისტის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ სხვადასხვა საკითხები უკვე მეორე ხარისხოვნად მიაჩნიათ, რადგან ამ კონკურენციას ჭირდება სკანდალი, ჭირდება ცოტა მასიურად რეზონანსული თემები, ჭირდება ცოტაზე მეტი სამწუხაროდ ხვილი, ცოტა იქ ეთერში ჩხუბები და რაღაცა შეიძლება ხელოვნური. თქვენი სტატია რომლითაც თავადვე აღფრთოვანდით. ჩემი სტატია ისევ მედიის თემაზე იყო, როდესაც მე ესეთი რაღაცა ვთქვი, რომ სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, ქართველებს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პუბლიცისტიკაში ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ძალიან დიდი პუბლიცისტები, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ასე შემდეგ, რომ ამ პუბლიცისტიკას რო გაეცნონ თანამედროვე ჟურნალისტები, აი ყველა ჩვენი ერის, აი პრობლემის გასაღები არის ამ ადამიანების პუბლიცისტურ ნაზრებში. ყველაფერზე საუბრობენ და სამწუხაროდ ამას არ ეხებიან და გვინდა თუ არ გვინდა რაღაც სიახლეს ვეძებთ იქ, სადაც არ დაგვიკარგავს. აი ჩვენი ერის თქვენ წარსულში სტუდენტებთან გქონდათ შეხება და ალბათ მომავალშიც გეკრებათ. მე ვისურვებდი ყოველი შემთხვევისთვის რომ გქონდეთ. როგორ უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა საპროტესტო აქცია? ძალიან ესეთი აქტუალური კითხვა დავსვით. ოჩახ, მომწონს და ძალიან მიხარია რომ ასეთ აქტიურ და ეს ალბათ დაჭირდება და ეს გადაცემა ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამისთვის როგორ უნდა გავაშუქოთ, იცი? უნდა ვიცოდეთ ჟურნალისტის პირველი დავალება, პირველის არის ის, რომ არაფერი ისა პირველი მე მივდივარ, უნდა გავაკეთო ეს. ხელმძღვანელმა მითხრა ასე, მაგრამ უნდა გავაკეთოთ რა და უნდა ჩავიფიქრო და უნდა გქონდეს ეს გასისხორცებული, რომ მე საზოგადოებისთვის მუშაობ. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც უნდა მივაწოდო ეს ინფორმაცია. ეს უნდა იყოს ის, რაც ჭირდება საზოგადოებას. არ დაგიმალავთ და რატომ გკითხეთ ეს შეკითხვა, გეტყვით. შარშან საპროტესტო აქციებზე საზოგადოება იყო ორად გაყოფილი. ერთი მხარე სოლიდარული იყო მომიტინგეებზე, რომ იძალადეს ამ საქმის მიმართ. სულ ესეა ხდება. თუმცა მეორე მხარე აკრიტიკებდა მომიტინგეებს. ეგ ყველა ხელისუფლების დროს ესეა, მაგრამ სამყაროებლები ქვია. მე არ ყოფილვარ აქციებზე, თუმცა ამ ყველაფერს შორიდან ვაკვირდებოდი და ხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი, ეს აზრთა განუკითხაობა და სხვადასხვაობა იყო იმის ბრალი, რომ მედია გვაწვდიდა ამ ყველაფერს. გეთახმებით. ისე. მივედით რომ ჩვენ დიახ. მივედით იმ ჭეშმარიტებამდე, თუ რამხელა დანაშაულის ჩადენა შეუძლია ჟურნალისტს და მედიას, რომ დაუშვათ ის იყოს, უყურებს ფაქტს და გვეუბნება, რომ ეს ასე არ იყო. მე რა ფაქტი ესეა, მაგრამ იმას ასე არ შეხედოთ. შეხედეთ ისე, რომ ეს დამნაშავეა, ის მართალია, ამას საზოგადოება მოვადრო და განსჯის. არ დარჩება ეს საკითხი, მაგრამ თვითონ ჟურნალისტი ვერასოდეს ვერ გახდება, რაც არ უნდა ციდან ვარსლოები ჩამოწყვიტონ და ყავდეს კარგი პატრონი და დასვან, რა ქვია, ნებისმიერი მედიის სახე გახდეს საზოგადოების ყოველ შეცდომაში შემყვანი ჟურნალისტი ვერასოდეს ვერ იქნება დობით აღჭურვილი. ეს მისი ბიოგრაფია და ცხოვრება იქნება, მაგრამ ხალხს არ ეყვარება. ჟურნალისტი, რომელიც ხალხს არ უყვარს, არასოდეს არ არის ჟურნალისტი.
ალბათ დანაშაულიც იქნება, რომ 1-2 შეკითხვა არ დაგისვათ პოლიტიკის ირგვლივაც. საგარეო კურსზე მინდა გკითხოთ. სად ვართ დღეს და სად ვიქნებით ხვალ თქვენი აზრით? ისეთ პოლიტიკა სამწუხაროდ პოლიტიკაც როგორც მედიაზე საუბრობთ, პოლიტიკაც დღეს ასე ვთქვათ ფულმა და ძლიერმა ფინანსურმა მხარემ გადაწყვიტა, იმიტომ რომ გვესვის ირგვლივ რომ ამდენი მილიონერია პარლამენტში, ამდენი მილიონები დაიკარგა, ამდენი მილიონი აიღეს, ამდენი მილიონი რაღაცა და ამ დროს საზოგადოება ხედავთ რომ რა დღეში ვართ და როგორ ვართ და რა არის. ამიტომ ამ პოლიტიკა როგორც ასეთი, ასევე პოლიტიკა მას დაკარგა სახე, როგორც მედიაზე საუბრობთ და დაკარგა, იმიტომ რომ პოლიტიკა არის საზოგადოების მართვის ხელოვნება და ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება მართალია, ახლა მეტყვით რომ ისტორიისთვის 50-30 წელი არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატი ქვეყანა ვართ და ამიტომ ცოტა ფრთხილი ნაბიჯები გვინდა. დიახ, საგარეო პოლიტიკა იმდენად რთული პოლიტიკაა და იმდენად რთული სალაპარაკო თემაა, რომ დღეს ერთადერთი რაც მე შემიძლია ამ შემთხვევაში გითხრათ, არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვით იმ მხარეს, რა მხარესაც დღევანდელი ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი რამ მიფიქრია ამ თემაზე და მქონდა სტატიაც, რომ ჩვენთვის ბედნიერება და კარგია, როდესაც ვიქნებით ნეიტრალური ქვეყანა, მაგრამ ამას თავისი ძალიან დიდი რესურსი უნდა, რა ქვია, რესურსთან ერთად უნდა როგორც იდეოლოგია, საგარეო იდეოლოგია როგორი უნდა გქონდეს, მეზობლები როგორი უნდა, სამეზობლო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ეკონომიკური მხარე როგორი უნდა იყოს, არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ და ბევრი რაღაც საკითხი, რასაც რაღაცა ასევე ზოგი თვლის, რომ ჩვენ ვართ რუსეთთან გაიგივებული, იმიტომ რომ საუკუნოვანი ურთიერთობები ქონდა რუსეთთან და აფხაზეთის და სამაჩაბლო საკითხის გასაღები არის რუსეთში და ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია და ევროპა რაღაცად, მაგრამ პირადად მე ვთვლი, მიმაჩნია და ჩემს ისტორიაში მე რაც ვიცი და რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის, რომ ჩვენი გადარჩენა ერთადერთი რაც არის, ეს არის ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახი და ჩვენგან უნდა დავანახოთ ევროპას, რომ რას წარმოადგენთ ისტორიულად. ჩვენმა ხშირად ვიმეორებ ნაპოლეონის სიტყვებს, რომ ქვეყნის პოლიტიკას, ქვეყნის გეოგრაფია, გეოპოლიტიკა წვეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ჩვენ ვიცავდით ღირებულებას, ჩვენ ვიცავდით ჩვენს რელიგიას და ჩვენს ვიცავდით იმას, რასაც დღეს ევროპა ასე ამაყად რითიც ტრაბახობს. მე ასე მგონია, რომ კურსი უნდა იყოს ასეთი. თუმცა დღეს პოლიტიკაში მართლაც ვერ გაიგებ რა კურსია. იმიტომ რომ ვიმეორებ, აქ ისე იცვლება სიტუაცია და ისე აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მოდი ესე ვთქვათ, ალბათ ამასაც ფული მართავს იტყვიან, ცუდად რომ ვთქვათ ასე და პრინციპში ძალიან ესეთი ჩამოყალიბებული პოლიტიკურის სამწუხაროდ არ ჩანს. საქართველოს რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი ადამიანი? რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოს უსურვებ, რომ ჩვენ ასეთ რაღაცას გვეუბნებიან, რომ აი დაუშვათ ნებისმიერი ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთო რა უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიო პროცესები არის, აქ ვერ იქნები შენ რა ქვია ამ ყველაფრის მიღმა და მე ბოლო სტატუსის დავწერე, რომ შიგნით უნდა გავძლიერდეთ, არ უნდა იყოს ღალატი, არ უნდა იყოს შიგნით მეკრთამეობა, თუ შიდა ძალა მოშლილია, იქ პროპაგანდა რო თქვა დაუშვათ, ეს რუსეთის აგენტია, ამერიკის, ჩინეთის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის აბსურდიზმი. თუ შენ შიგნით არ ვარგა შენი სტრუქტურა, შენი სამინისტროები, შენი რაღაც და ეს ყველაფერი არის მოვალეობის მოხდის მისნით, მაშინ ვერანაირი გარე ძალით ვერ შეაშ, შიგნით ვერ ინგრევა ეს ყველაფერი. ამიტომ მე ჩემს ქვეყანას უსურვებ განათლებული ადამიანების მოსვლას, პროფესიონალების მოსვლას,
რას ამბობდა ხშირად ვიმეორება ამას და ისე გამომდის რომ პოლიტიკასო ფილოსოფოსები მართავდნენ ხო პლატონ რას ნიშნავს ფილოსოფია დიპლომირებული კი არა ანუ განათლებული ადამიანები და რატომ გონივრული ნაბიჯები გონივრული გადაწყვეტილებებია მისაღები და უსურვებ ჩემს ქვეყანას რომ მომავალი პროფესიონალებმა ნამდვილმა პატრიოტებმა ეროვნული სულისკვეთების ადამიანებმა ჩაიბარონ და მიხედავენ ამ ქვეყანას ძალიან ჭირდება პროფესიონალები როგორც მედიაში ჩვენ რო დავიწყეთ პროფესიონალი ადამიანი შესტომებს არ დაუშვებს პროფესიონალ ადამიანს უყვარს თავისი ქვეყანა უყვარს თავისი საქმე ამას ქვია პროფესიონალი და რაც შეიძლება მეტ პროფესიონალს პროფესიონალიზმიდან ჩვენ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ეს აგრეგზელოსავით არ მინდა ჟღერდეს მაგრამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მთავრობამ ოპოზიციამ თუ პოზიციამ განათლებულ ადამიანებს. ასეთები საქართველოში არიან და ეს არ უნდა დაიჩაგროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ წრეზე ვიტრიან. დიდი მადლობა ბატონო დათო ამ უწურავი პასუხებისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. დიდი მადლობა თქვენს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას. წარმატებები და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.